დეკანოს კონსტანტინე ჯინჯარაძის შეკითხვის პასუხობს არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე. კითხვა ნომერი 5. რას ნიშნავს გიყვარდეს მოყვასი შენი? პასუხი. მოყვასის ჭეშმარიტი სიყვარული მხოლოდ ღმერთშია შესაძლებელი. მხოლოდ ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანს სულის ცხონების მძებნელს შეუძლია სწორად ესმოდეს კაცობრიობის სიცოცხლის მიზანი, სულის მნიშვნელობა, მოყვასში ღვთის ხატის თაყვანისცემა, სულიერი ერთობისა და ღმერთში სიახლოვის ძებნა. ურწმუნო ადამიანი მარადისობაზე არ ფიქრობს. ცხოვრების მთელ არსს მიწიერ წარმავალ სიამეში ხედავს. ცოდვას ემონება და სამუდამო დაღუპვას უმზადებს თავს. და ვაი მას, ვისაც იგი შეიყვარებს, ის ამ ადამიანისთან გაყოლება შეეცდება. მაგრამ ჩვენც ქრისტიანები რა ხშირად ვწოდავთ ქრისტიანული სიყვარულის წინაშე, რა ხშირად უზიარებთ მეგობრობისა და სიყვარულის სახელით მოყვას სულისთვის უსარგებლო გასართობებს, თავაზობთ ცოდვიან საცდურს, სრულებით არ ვზრუნავთ იმაზე, ცხოვრობს თუ არა მოყვასის სულის ცხონებისათვის. ამგვარად ჭეშმარიტი სიყვარული მუდამ შენთანაა, გულმოდგინებით, მოყვასის სულის გადასარჩენად, სურვილითა და მცდელობით დაეხმარო მას ცხონების გზაზე გასაძლიერებლად, წუხილით, როცა იგი ამ გზას აცდება.